გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ლოცვაზე. მოგესალმებით მამა კახაბერ. მოგესალმებით თქვენ და ჩვენს ვირფას მაყურებელს. დღევანდელ თემად გადავწყვიტეთ რომ აგვეღო ლოცვა გამომდინარე იქიდან რომ ბევრი შეკითხვებია ხოლმე სწორედ ლოცულობს თუ არა, რა დრო უნდა დაუთმოთ ამას. მამა კახაბერ, პირდაპირ ამ შეკითხვით დავიწყებ. რა არის ლოცვა და შეგვიძლია თუ არა ჩავთვალოთ ლოცვა როგორც ერთგვარი ფორმა ღმერთთან დიალოგისა? სანამ გიპასუხებდეთ თუ რა არის ლოცვა, გეტყვით რომ ლოცვა ღმერთთან დიალოგად არ ჩაითვლება. დიალოგი გულისხმობს ორმხრივ მონაწილეობას. ანუ მე გესაუბრებით და თქვენ პასუხს ვცემთ, ან პირიქით თქვენ იწყებთ საუბარს და მე მოკლედ ეს არის ორმხრივი ურთიერთობა. ამიტომ თუ ადამიანი მხოლოდ ლოცულობს, ამას უფრო მონოლოგი ერქმება ვიდრე დიალოგი. შესაბამისად ღმერთთან ურთიერთობის ფორმა არის რა თქმა უნდა ლოცვა, მაგრამ ეს რომ არ დარჩეს მონოლოგად, ჩვენ უნდა გქონდეს ცოცხალი ღმერთის განცდა და შეგრძნება. ეს არის აუცილებელი პირობა, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ადამიანი ფიქრობს, რომ ესე იგი ლოცვა არის ის, რაც ტექსტი აქვს მოცემული და წაიკითხავს და ამას ჩათვლის, რომ ეხლა ილოცა, მაგრამ სინამდვილეში გეტყვით, რომ ეს საერთოდ არ არის ლოცვა, თუ მას არ ქონდა განცდა რომ ის ცოცხალ ესე იგი ღმერთს ესაუბრებოდა, იმიტომ რომ ასე შეიძლება რაღაცა მიხვიდე და კედელთანაც ილაპარაკო, მაგრამ ამ კედელს არც ესმის და ვერც ვერანაირ პასუხს ვერ გაგცემს და ამათ არ უნდა გადაიქცეს ჩვენი ეს მოქმედება. ამიტომაც როგორ უნდა მოემზადოს ამისთვის ადამიანი, რა უნდა გააკეთოს ამისთვის ადამიანმა და კვლავ დაუბრუნდები იმ ფორმას, მონოლოგისას და დიალოგისას, როგორი უნდა იყოს თქვათ ეს ურთიერთობა ღმერთთან ადამიანისა. პირველ რიგში, როდესაც ლოცვას იწყებს ადამიანი, აი თქვათ ახალმოსულია ეკლესიაში. პირველ რიგში უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, რომ ზედმეტი რამე არ აიღოს თავის თავზე. რატომ ეუნება მოძღვარი, რომ ამას ჯერ უნდა, ახლა ამასაც წავიკითხავ, იმასაც 7 კანონს და 10 ფსალმუნს და იცით რა, სოლომონის სიბრძნე უნდა შევახსენო კვლავ ჩვენს ძვირფას მაყურებელს, რომ ის ბრძანებს თუ თაფლი იშოვე ძალიან კარგია, მაგრამ იმდენი ჭამე უკან არ ამოგანთხიოსო. თაფლი ძალიან სასარგებლოა, მაგრამ ზედმეტი თუ კი მოუვა ადამიანს აუცილებლად მას მოწამლავს ეს თაფლი. წამლობის ნაცვლად მოწამლავს. არადა თაფლი ერთი და იგივეა, ხომ უბრალოდ რაოდენობას გააჩნია. ამიტომაც, როდესაც არ იცის ადამიანმა ეს ურთიერთობები ჯერ და ლოცვასთან მიმართებაში როგორ უნდა იქცეოდეს, შესაბამისად შეიძლება დღეს დაიწყოს მართლა და იკითხოს ამდენი კანონი ერთად და ხვალ შეიძლება ყველაფერი ეს ისე შეზიზღდეს პირდაპირ ამ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით გეტყვით, რომ წიგნის გადაშლა აღარ მოუნდეს. ამიტომ მე ყოველთვის ურჩევ, რომ ძალიან ცოტა მაგრამ აუცილებლად ყოველდღე რაღაც პროგრამა უნდა კონდეს ადამიანს, რომელიც პროგრამითაც იხელმძღვანელებს. მაგალითად, დილის ლოცვები არ შეუძლია სრულად რაღაცა თქვათ მოძღვარმა უნდა დაუწესოს. ესეც ძალიან ინდივიდუალურია, ჩვენ რაღაც ხშირად გვიწევს ამაზე საუბარი, ვერ განვაზოგადებთ ბევრ რამეს ადამიანებზე. ინდივიდუალურია, იმიტომ რომ ყველას შეიძლება არ კონდეს ამისი ძალა. შეიძლება რაღაცა დაუწესოს, მოდი აქამდე წაიკითხავ, მე თქვათ ამის ნაცვლად რაღაც სახარებას მიუბრუნდები ან რაღაც ესეთი ჩართულობები იმის მიხედვით თუ რა ძალები აქვს ადამიანს, მაგრამ რომ უნდა ლოცულობდეს და ეს ამ პროგრამას ასრულებდეს, თქვათ, ეს დილა იქნება შუადღე თუ საღამო, ეს აუცილებელი პირობაა და რატომ იმასაც ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ. პირველი აუცილებლობა, ესე იგი, რაც გითხარით, რომ ნორმა უნდა განისაზღვროს ამ ლოცვისა, მეორე უნდა განისაზღვროს ის, რომ ესე იგი, როდესაც ამ ლოცვას ლოცულობს, ესმის თუ არა ყველაფერი, დაიწყოს ამისი დაკვირვება და თუ არ ესმის, უნდა კონდეს ფანქარი ხელში და გაუსვას რაღაცას ხაზები და მოვიდეს მოძღვართან და იკითხოს, რომ აი ეს რას ნიშნავს, ახლა მე ვიკითხულობ, მაგრამ აი ვერ გავიგე ამისი შინაარსი, ესეც აუცილებელი პირობაა და მესამე განცდა კი არა და მომზადება იმ საკითხისა, რომ სად და როგორ ლოცულობ. კი, ჩვენ ვიცით, რომ მოუკლებელად ილოცევდით, ესე გვეუბნება მოციქული პავლე და ეს ყველგან შესაძლებელია, ავტობუსში იჯდება ადამიანი სამზარეულოში რაღაცას დიასახლისი ამზადებს თუ რაღაცა მეტროს მემანქანია, მნიშვნელობა არა, ყველგან შეიძლება რომ ადამიანი შინაგანად ლოცულობდეს, მაგრამ ეს სხვა ლოცვაა და ის გამოყოფილი დრო, რაღაცა პროგრამა, რომლის შესახებაც გესაუბრებოდით, ის აბსოლუტურად სხვა რამ არის, რომ დილით ადამიანი რომ ადგება
რაღაცა მადლიერებით უნდა იწყებოდეს და მიყვარს ეს გამოთქმა ხშირად ვიმეორებ რომ ადამიანის არსებობას ერთადერთი გამართლება აქვს და ეს არის მადლიერება. წავიკითხე ერთ-ერთ მამასთან და ხშირად ვამბობ, იმიტომ რომ ვეთანხმები ნამდვილად ასეა და ამიტომაც მადლიერებით უნდა იწყებოდეს შესაბამისად უნდა მან დაიწყოს ლოცვა, რომელიც პირდაპირ ასე იწყება ძილისაგან აღდგომილი გმადლობ შენ წმინდა უსამებო. ეს არის დილის ლოცვაში ჩართული. და ერთი სიტყვა ვთქვათ მარტო რომ მადლობ ღმერთო რომ გამითენდა დღევანდელი. ეს ისედაც უნდა თქვათ, რა თქმა უნდა, მაგრამ რაღაცა აი ლოცვის პროგრამაც სასურველია რომ შეასრულოს ადამიანი. ეხლა რაც შეეხება დიალოგსა და მონოლოგს. მოდი ასე ვთქვათ, რომ თუ მხოლოდ ჩვენ ლოცულობთ და ღმერთს არ უსმენთ, ამას ქვია მონოლოგი. მაგრამ თუ გვინდა რომ ღმერთმაც გვიპასუხოს და გვჭირდება რომ დიალოგი იყოს ჩვენ შორის, ამიტომ კიდეც უნდა ვილოცოთ და კიდეც ღმერთს უნდა მოусმინოთ. ეს როგორ არის შესაძლებელი? წმინდა წერილის კითხვით. იმიტომ რომ იქ არის ღვთის სიტყვა, იქ არის გაცხადებული ღვთის ნება. ადამიანი რომელიც ეძებს რა არის ღვთის ნება, უნდა წაიკითხოს მან ბიბლია, იმიტომ რომ იქ არის გაცხადებული რა არის ღვთის ნება, რომ მას ნებავს ყველას ცხონება და როგორ ხდება ეს ამბავი, ის ყველაფერი იქ წერია. შესაბამისად, ესე იგი, უნდა იყოს დრო დათმობილი ერთი რომ შენ ლოცულობ და მეორე რომ წაიკითხავ ამ ბიბლიას, თქვათ ესეც მოძღვართან სასურველია რომ იყოს განსაზღვრული რა და როგორ და რის კითხვას დაიწყებ თავიდან და იქაც სასურველია რომ ფანქრით ხელში იყოს ადამიანი. რომ რაღაცებს ხაზი გაუსვას, რაც მისთვის გაუგებარი. ეხლა თუ ვინმე კითხვას დასვავს რომ მე რომ ეხლა პედაგოგი ვარ თუ რა მნიშვნელობა ექიმი ვარ, ეხლა ამდენი დრო სადამ აქ მე ასე ფანქრით ვიჯდე. ამიტომაც პროგრამას იმიტომ ვიმეორებ ხშირად რომ ეს უნდა იყოს ის პროგრამა თუ კი იქ გაქვს პროგრამა რომ 8 საათიანი სამუშაო დღე გაქვს ისიც იცი ამისთვის რომელ საათზე უნდა ადგე და რა ვთქვათ მომზადებისთვის რამდენი გჭირდება ესეც ხომ გარკვეული პროგრამაა ადამიანისა მან ზუსტად იცის ამდენი დრო მომზადება გჭირდება ამდენი დრო სამსახურში მისასვლელამდე მე ამდენი დრო სამუშაო და მე უკან მოსასვლელი ამიტომაც კეთილი ინებოს და როდესაც ის ლოცვას შეუდგება ამ საქმეს გადაწყვეტს სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ საქმეს და ამისთვის გამოყოს თუნდაც 10 წუთი დილით და 10 წუთი საღამოთი. თავიდან. და შეიძლება მე ისე მოეწონოს რომ რაღაცა უფრო გაიზარდოს ეს დრო, მაგრამ თავიდან სრულიად საკმარისად მიმაჩნია მე რომ 10 წუთი ცალკე ამ საქმისთვის. ეხლა ის რომ მე ტრანსპორტში მიდის და შეიძლება იესოს ლოცვას იმეორებდეს, ან ზეპირად ისწავლოს, ეხა რა კარგი იქნება რომ აი ფსალმუნები იცოდე ზეპირას და მიდიხარ თქვათ გზაში და იქ იმაზე კი არ ფიქრობ ვინ როგორ იქცევა და ვინ რა დააშავა და იქ იმ პოლიტიკოსმა რა თქვა და აქ ვიღაცა ბომონდში რა ხდება თურმე რა ვიღაცა ცუდია ვიღაცა კარგი არამედ ჩვენთვის ზიხარ და ეხა იწყებ პირველი ფსალმუნით რომ ნეტარარს კაცი რომელი არ ამნივიდა ზრახვასა უხრთოთასა და იწყებ მე ამაზე ფიქრს აი უხრთოთა ზრახვა რა არის და კაცი რომელიც იქ არ მიდის ნეტარია ბედნიერია ესეთი ადამიანი და ამის გაცნობიერებას ეს ლოცვა არის იგივე პირველ ფსალმში წერია რომ ნეტარია ესეთი ადამიანი რომელიც ჯულსა შენსა ზრახავს დღე და ღამე ანუ საღვთოს ჯულის შესახებ რომ ფიქრობს ეს არის საღვთოს ჯულზე ფიქრი რომ აი ღმერთზე გეფიქრება იმან რაც გითხრა რომ გეფიქრება ეხლა რომ რას ნიშნავს ეს ყველაფერი და შენს ცხოვრებაში რა დოზით არის ეს ყველაფერი ეს ლოცვა დითვლება რა თქმა უნდა მარტო ის არ არის ლოცვა რომ გადაშელი გაქვს და რაღაცა ტექსტს კითხულობ რომლის ნახევარიც ვერ გაიგე კი არა და შეიძლება საერთოდ ვერ გაიგე ლოცვა არის ყველა ის მდგომარეობა, როდესაც შენ ფიქრობ, რომ აი რას ნიშნავს ეს? აი სახარებაში რომ წავიკითხე ის რას ნიშნავს? ესეც ლოცვაა. ანუ ანალიზი ამ ყველაფრის, რასაც კითხულობ. იცოდეთ რომ ესეც ლოცვითი მდგომარეობაა. თუმცა კი ამითი არ უნდა გაერთოს მხოლოდ ადამიანი და იმ პროგრამულ ლოცვასაც უნდა მიხედოს ყოველ შემთხვევაში და რატომ? მიზეზსაც აგიხსნით ეხლა რომ იქ არის თქვათ აი იწყება ესე დასაწყისი ლოცვები. რომ იქ ლოცვითა წმინდათა მამათა მე მეუფეოზეცა თავს ამბობს მე წმინდაო ღმერთოა მე ყოვლა წმინდა სამების შესახებ ლოცვა მე მამაო ჩვენოა და ეს ყველა ლოცვას წინ უძღვის ეს დასაწყისი ლოცვები მე არის უკვე თქვათ აღდგომილი ძილისაგან თუ დილითავდე თუ ესე იგი დაძინებას ვაპირებ იქ შესაბამისად ძილის წინა ლოცვებია რას ნიშნავს ეს ლოცვები ეს არის, როდესაც რაღაც საკითხის შესწავლას აპირებს ადამიანი, ქრესტომათია, ჭირდება ასეთი სახელმძღვანელო. მოდით ესე ვთქვათ. ეს არის სახელმძღვანელო იმისთვის, რომ ისწავლოს ადამიანმა ლოცვა. სინამდვილეში ეს კი არ არის ლოცვა. არ ლოცვა როგორ არ არის, მაგრამ ამ გაგებით ვიძახი, რომ შეიძლება კითხულობდე და არ ლოცულობდე.
მაგრამ როდესაც კითხულობ, აქედან სწავლობ თუ როგორ უნდა ილოცო. ეს არის ქრესტომათია, ანუ სახელმძღვანელო, რომ შენ ისწავლო ლოცვა და რანაირად უნდა ისწავლო ლოცვა, ეს თქვათ აი დილის ლოცვაში ასე არის გაცხადებული. რომ აი რაღაცა მიყვება ესე როგორც მოგახსენეთ დასაწყისი ლოცვებია, მერე სამადლობელი ლოცვებია რომ ძილისაგან აღდგომილი, რომელსაც მოყვება 50-ათე ფსალმონი, ესა გახლავთ სინანულის კანონიდან გამომდინარე რომ ადამიანი რაღაცა ცოდვილები ვართ ჩვენ ყოველდღიურ ყოფაში და წამში და აქედან გამომდინარე ამ ფსალმონს ვამბობთ, მერე ვამბობთ მრწამს მართლმადიდებლური, ესე იგი სარწმუნოების სიმბოლოს. და აუცილებელია რომ ადამიანმა მრწამსი ყოველდღიურად წარმოთქვას და ეს დილის ლოცვაში ამიტომაც არის შეტანილი. ამის შემდგომ იწყება ნუმერაციით ლოცვები და პირველი ლოცვა არის ესეთი. ღმერთო, გამწმინდე მეცოდვილი, რამე თუ არ ამიქმნიეს კეთილი წინაშე შენსა. და ამას იცით ვინ ამბობს? ისეთი დიდი წმინდა მამა, რომელიც მთელი ცხოვრება უდაბნოში ცხოვრობდა. არ ვიცი მუხლზე იდგა თუ ფეხზე იდგა თუ რა მდგომარეობაში იყო დღე და ღამ რომ ლოცულობდა და საერთოდ რო არ გამოუხედავს ამ ქვეყნიური ცხოვრებისკენ და ამ ქვეყნიურ ცოდვებში არაფერში არ ჩავარდნილა ეს ადამიანი ასე ლოცულობს რომ და ეს მისი ლოცვა ეს მისი სიტყვები შეტანილია და აქედან იწყება ადამიანი პირველ ლოცვის ასე იგი დღის განმავლობაში ლოცვას ასე იწყებს. ღმერთო, გამწმინდე მეცოდვილი, რამე თუ არ ამიქმნიეს კეთილი წინა. ანუ არაფერი სიკეთე შენს წინაშე არ მაქვს გაკეთებულიო. და უდიდესი თავმდაბლობების გამოვლენა. იცით რა, ეს არ არის რომ ადამიანმა მოგაჩვენოს და თავმდაბლად თავი, ეს არის ნამდვილი განცდა, მისი სულის ამოძახილია ეს. და ჩვენთვის ქრესტომათია და სახელმძღვანელო რატო არის, იცით? ამას თუ ამბობს მაგარი დიდი, მე რაღა მეთქმის საერთოდ. ამას თუ ასე განიცდის, ესე იგი мама, რომელიც ამ ქალაქში არ ჩამოსულა, საერთოდ და არ უნახავს ეს რაღაცა თანამედროვე ცხოვრების ამბები, მე რაღა მეთქმის საერთოდ. ამიტომაც ლოცვის დაწყებამდე განწყობა უნდა შეიქმნას ადამიანმა. ლოცვა არ არის ესე მივედი გადავშალე წიგნიდან სანამ მივალ აქამდე ჩემში უნდა აღიძრას ფიქრი რომ აიხლა მე რა მდგომარეობაში ვიმყოფები რა მდგომარეობაში ჩემი მჭირდება ლოცვა იქნება ისე მდგომარეობას მივაღწია აღარ მჭირდება საერთოდ ლოცვა არის ეგეთი მდგომარეობას არსებობს არ არსებობს სინამდვილეში თუ კი მართლა ხედავ საკუთარ თავს თუ კი ხედავს საკუთარ თავს, არა და ადამიანი რომელიც ვერ ხედავს საკუთარ თავს, ის ამბობს რომ მე ლოცვა ამჭირდება. სხვათა შორის ერთ რამეს დააკვირდით. მორწმუნე ადამიანსა და ურწმუნო ადამიანს შორის განსხვავება არაფერში არ არის საერთოდ. ისიც ხატი და მსგავსია ღვთისა, ესეც ხატი და ისიც შეიძლება ცოდვაში იმყოფებოდეს ესეც. ისიც შეიძლება დაეცეს, ესეც შეიძლება დაეცეს. ის ურწმუნო შეიძლება ხანდახან უფრო ზნეობრივად გამართული იყოს, ვიდრე ეს ურწმუნო. ერთადერთი განსხვავება არსებობს. მორწმუნე ადამიანი ლოცულობს. იმიტომ რომ მან დაინახა საკუთარი თავი, ისევე როგორც ამ ლოცვაში წერია. თუ ვერ დაინახა მან საკუთარი თავი, ის ლოცვას ტოვებს. ამბობს რომ არ სჭირდება ლოცვა, მაგრამ თუ კი ხედავს საკუთარ თავს ამ მდგომარეობაში, აუცილებლად ლოცულობ, იმიტომ რომ ხვდები რომ ამის გარდა ჩვენ სხვა საშველი არ აქვს. ეხლა წარმოვიდგინეთ ესეთი მაგალითი. მართალი იოსები ძმებმა შეიპყრეს და ჩააგდეს ჭაში, უპირებენ ტყვედ გაყიდვას. და იოსები იქიდან ღაღადებს. რომ დამეხმარეთო, ნუ გამწირავთო ესეო რა. ჭაშია რაღაცა უბედურებაში. ადამიანი წარმოიდგინეთ სულიერად ხედავდეს თავის მდგომარეობას ესე სადღაცას ბნელ ჭაში ჩაგდებულს და იცის რომ თავის თავს თვითონ ვერაფრით ვერ უშველის, თვითონ ვერაფრით ვერ ამოვა ამ ჭიდან. როგორი თხოვნით დაიწყებს ამ ღაღადის? როგორი თხოვნით მიმართავს მას, ვისაც შეუძლია მისი ამ ჭიდან ამოყვანა? ანუ როგორ ფიქრობთ ახლა იოსები ესე იჯდა და გახოცებით ახლა ამომიყვანეთ მე ამ ასე ელაპარაკებოდა თავის ძმებს, ამომიყვანეთ ახლა მე ამ ჭიდან? არა. მისი ღაღადება ხომ რაღაცა ცრემლიანიც იქნებოდა რომ გთხოვთ, ნუ გამწირავთ. რაღაცა ამ ჭაში ნუ დამტოვებთ. მეშინი ამ სიბნელისა უბედურება აქა, რაღაცა შეიძლება ქვეწარმავალი იყოს ამ ჭაში და რაღაცა გარდა იმისა რომ სუნი შეიძლება ტრიალებდეს საშინელი ამ ყველაფერს ხომ განიცდის ის ფიზიკურად განიცდის და შენ სულიერად განიცდის ისე როგორც იმ ლოცვაში წერია თუ სულიერად განიცდი მაშინ იწყებ ნამდვილ ლოცვას ამიტომაც არის სახელმძღვანელო ამიტომაც თქვი რომ ქრესტომათია ჩვენთვის ის ლოცვები რომელსაც უნდა კითხულობდეს და ასე სწავლობს ადამიანი ნამდვილ ლოცვას
ასე მიდის იქამდე, რომ ის სიხასტე მამები რომ გადადიოდნენ უკვე საუფლო ლოცვაზე და შეეძლოთ საერთოდ 24 საათი გაეტარებინათ ამ ლოცვაში ისე რომ არც კი გამოსულიყვნენ თავისი კელიიდან. აღარც საჭმელი იყო მათთვის, აღარც სასმელი იყო მათთვის, აღარც დაღლა არსებობდა მათთვის, იმიტომ რომ ამ ლოცვაში ესე იყვნენ. ისევე როგორც იოსები არ დაიღლებოდა ამ ჭაში, შეშინებული 17 წლის ბიჭი რაღაცა სიბნელეში, როგორ შეიძლება დაიღალო იმით რომ აი მე ახლა მომიყვანეთ აქედან ამის ყვირილით ხომ ვერ დაიღლები, ასე თუ მდგომარეობაში თუ ხარ. აი სულიერად ვინც განიცდის ამ მდგომარეობას, ის სწორედ მიაღწევს ამ ლოცვის, ესე იგი, რაღაცა სიმაღლეს. რომ გამუდმებული ურთიერთობა ექნება ღმერთთან და სადაც არ უნდა იყოს, ყველგან ილოცებს, ოღონდ ამითი უნდა დაიწყოს, პირდაპირ იმით ვერ დაიწყებს. მამა კახაბერი, ხა თქვენ ამბობდით, რომ თქვათ როგორ უდიდესი მამები როგორ ლოცულობდნენ, მაგრამ ეს რჩეულთა ხვედრია და თქვათ მოძღვრებიც როგორ იგულისხმობთ ას ლოცულობენ და როგორც აანალიზებენ ამ ყველაფერს. ეს გასაგებია და თქვათ სხვა სიმაღლე გაქვთ თქვენ სულიერი, თქვათ და სხვანაირად შეგიძლიათ მოძღვრებსაც მათ შორის როგორც წმინდა მამებს. მაგრამ აი ჩემი მაგალითი რო ავიღოთ, სულ არის რომ დილიდან აი გადარბენა, გავიქეცი, ბავშვი იქ მევიყვანა, იქ უნდა გავიქცე, იქ უნდა გამოვიქცე და ეს ყველაფერი იმდენად რაღაც იმაში არის, ვალდებულებაში, ასე ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი უნდა გააკეთო, ეს ლოცვა სუგონია რომ ღმერთი გაპატიებს ერთ სიტყვას და არ არის აი ვერ ჯდება იმ პროგრამაში ხოლმე თითქოს ხშირ შემთხვევაში და სუგონია რომ ღმერთი ამას გაპატიებს. თან მე ვფიქრობ რომ ღმერთი მაინც ხედავს რომ ჩემი გული თქვა არ არის ბროტებით სავსე რაღაცა ნანობ რომ ამას ვერ ვაკეთებ გულწრფელად მტკივა რომ ვერ გამოვყოფ დროს ლოცვისთვის. აი ამ დროს რა ხდება? რამდენად ისმენს ღმერთი ხო ყველაფერს ხედავს მათ შორის დაფარულს რაც არც გვითხოვს და რაც გულში ვარ. აი ამ დროს რა ხდება ხოლმე და აი როგორ უნდა მივიდეთ? აი ხშირად მიფიქრია ჩემ თავზეც რომ აი როგორ მივიდეთ იქამდე რომ აი ეს ჩვენი ყოველდღიურობაც აი ვალის მოხდათ კი არ იქცეს ლოცვა რომ აი თავდექი და ღმერთის წინაშე ვალი მომიხატ. აი გულწრფელ აი შულსთან რომ მიხვალ და ჩაეხუტები და ეს გინდა მთელი გულით აი ესე რომ დაუთმოთ დრო ამას. კი მესმის რასაც გულისხმობთ, ამიტომაც მე საუბრობ ახლა ადამიანზე, რომელსაც უნდა ლოცვის შესწავლა, რაღაცა პროგრამა უნდა შეადგინოს, მეთქი ამითი დავიწყე. ეს გეხებათ თქვენ, ეს მეხება მეც და ყველა სხვა დანარჩენს, იმიტომ რომ ვისაც აწუხებს ის რომ ლოცვა არ იცის და ვერ ისწავლა, რაღაცით ხომ უნდა დაიწყოს, რაღაცა პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას, მაგრამ აქვე გეტყვით სანუ გეშოთ. თქვენ ხართ მრავალშვილიანი დედა და თქვენი ლოცვა არის სწორედ ის და თქვენი მოვალეობა არის ის, რომ თქვენი ქმარშვილი უნდა იყოს, კარგად უნდა გამოიყურებოდეს. ამაში რას გულისხმობ, ეხლავე მოგახსენებთ. ეხლა წარმოედგინეთ, რომ დილა გათენდა, თქვენ აიღეთ, გადაშალეთ ფსალმუნები და დაიწყეთ ამ ფსალმუნების კითხვა. ამ დროს თქვენი მეუღლე სამსახურში წავიდა და დალაქავებული აქვს პერანგი. ბავშვებმა ვერ მოასწრეს ჩაის დალევა და ისე წავიდნენ სკოლაში. ვერც გაკვეთილები ვერ გააკეთეს, იმიტომ რომ დედამ ვერაფერი ვერ უთხრა. როგორ ფიქრობთ, ეხლა ღმერთს ეს უფრო მოეწონება თქვენი თუ ის რომ ყველაფერი ეს მოწესრიგებული გაქვთ? ყველაფერი ეს თავის ადგილზე ბავშვები მოწესრიგებულები არიან, სუფთად გამოიყურებიან, თქვენი მეუღლე კოხტად ლამაზად თავის სამსახურში წავიდა. რა თქმა უნდა ეს ასე უნდა იყოს. ყოველ მიზეზ გარეშე არავის არ სჭირდება თქვენი ფსალმუნების კითხვა, თუ ეს მთავარი საკითხი გამოგრჩათ. იმიტომ რომ არის ჩვენ ცხოვრებაში რაღაცა მთავარი, მაგალითად მოსწავლემ კარგად უნდა ისწავლოს, იმიტომ რომ ის თავის მოვალეობა, დიასახლისმა თავისი მოვალეობა უნდა შეასრულოს. ეს არის უპირველესი და იცოდეთ რომ ეს ლოცვის ტოლფასია. რა თქმა უნდა ლოცვის ტოლფასია. ამიტომაც თქვენ არავინ არ მოგთხოვთ ისე როგორც მაკარი ლოცულობდა იმდენი ლოცეთო. არავინ არ მოგთხოვთ არც უდაბნოში წასვლას, არც მუხლებზე დიდხანს დგომას და არც გაუთავებელ მეტანიებს, იმიტომ რომ სხვა საუდაბნეო მოღვაწეობა და სხვა ერის მოღვაწეობა. ერის ესე იგი ერში შემოტანა მონასტრული სულის არაფრით არ შეიძლება. ეს დანაშაულია. ჩვენ მრავალშვილიან დედას დავავალოთ, ახლა ღამე არ დაიძინო და ამდენი ილოცე და ბავშვები მერე
მოუწესრიგებლები დადიოდნენ, ესე იგი, არაფრით არ შეიძლება ამის გაკეთება. პირიქით უნდა დავავალოთ, რომ შენ კარგად უნდა დაისვენო იმისთვის, რომ მეორე დღეს ძალები გქონდეს, რომ მიხედო მრავალშვილიან ოჯახს. შენ კარგად უნდა დაისვენო იმისთვის, რომ მაგ ყველაფერს გაუდიოდეს, ესე იგი, სათანადოდ წკრიალი და ეს არის სწორედ ლოცვა. ეს სიტყვები თქვენგან. რა თქმა უნდა, ეს არის სწორედ ლოცვა, მაგრამ ამავდროულად რაღაცა ის 10 წუთი მაინც უნდა გამონახოთ. თუნდაც მაშინ, როდესაც ისინი გავლენ, არის რომ უდაბნოში წასვლას არ დაგავალებთ, მაგრამ სადღაცას ეს უდაბნო თქვენთვის უნდა მოიწყოთ. არ ვიცი ეს დილით ადრე იქნება, სანამ ყველა გაიღვიძებს, ან როდესაც ყველა დაიძინებს მაშინ, ეს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ და ინდივიდუალურია ვის როგორ მოუხერხდება, მაგრამ ამ უდაბნოს მაშინ მოახერხებ რომ უდაბნოში გახვიდე პირობითად ვამბობ რა თქმა უნდა ამ სიტყვას, როდესაც ყველას ძინავს სახლში თუთიყუში და ძაღლი რო ყავს იმათმაც დაიძინეს, არავითარი ხმაური აღარ გაწუხებს, რომ კონცენტრირებულად შეგეძლოს დადგომა ხატებთან და იმ ქრესტომათიის გადაშლა ამ შემთხვევაში, ანუ სახელმძღვანელოსი, საიდანაც ისწავლება ლოცვა. აუცილებლად, საიდანაც მიიღებ ღვთის სიტყვას, იგივე სახარებას გადაშლით და სიწყნარეში წაიკითხავთ ამას ყველაფერს, რომ ღვთის სიტყვა მოისმინოთ და საკვირაო, ესე იგი, წირვას ესწრებოდეთ მერე უკვე რაღაცნაირად უფრო იცით, ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ დედები, რომლებსაც შვილები ყავთ, ტოვებენ ზიარებას. რომ ამის გამო ბავშვის გამო ვერ მოვდივარ, ან ბავშვები რომ მოვიყვანენ წირვაზე დამაგვიან და მე მინდა გითხრათ ესეთი რამ. უნდა გითხრათ ასეთი რამ, რომ იცით როგორი ტრადიცია არის, მე მგონი მოვყევი კიდეც ერთხელ თქვენ ეთერს არ მახსოვს. ათონის მთაზე მაგალითად აი როდესაც ბევრნი ცხოვრობენ იქ შეიძლება 200 ბერი ცხოვრობდეს და ერთი ამდენი კიდე სტუმრად იყოს ჩასული და ამიტომ ტრაპეზი ხომ უნდა გაკეთდეს შესაბამისად 2-3 კაცი არ ყოფნის იმას და შეიძლება უფრო მეტიც ეს ბერები გამოსულიან და მუშაობენ თქვათ ტრაპეზა ამ დროს იქ წირვა მიმდინარეობს. როდესაც კი ზიარების მომენტი დადგება, შემოყავდა პირველი აზიარებენ ამ ტრაპეზარებს, რომლებიც მათთვის ტრაპეზს ამზადებდნენ, ისინი კვლავ უკან გადიან მერე. საერთოდ არ დასწრებიან ისინი მსახურებას, მაგრამ როგორ ფიქრობთ, არ დასწრებიან? ეს მსახურება არ არის? ეს ხომ მათ გააკეთეს ეკლესიის ლოცვა კურთხევით, ეს ხომ მონასტერმა დაავალა, შენ დღეს ტრაპეზში ხარ, მე სამაგიეროდ წირვას ვატარებ. ხვალ პირიქით იყოს შეიძლება. ამიტომაც ეს არ ნიშნავს, რომ მსახურებაში არ არის. დედა, რომელიც მრავალშვილიანია, როგორ შეიძლება მას უთხრათ, რომ შენ მსახურებაზე არ ყოფილხარ? აბა რაზე იყო ამ ბავშვებს რო ვლიდა და რომ ვერ მოა 9-ზე დაწყებული წირვაზე 10-ზე რომ მოვიდა. რატომ? იმიტომ რომ არ შეიძლება ახლა ჩვილი ბავშვები ისე შენს გემოზე გააღვიძო, როცა მოგინდება. ამიტომ ამას ყველაფერს ითვალისწინებს ეკლესია, რა თქმა უნდა და არ უნდა მიატოვოს დედა მამის გამო ზიარება არავითარ შემთხვევაში. მოძღვართან უნდა შეათანხმოს, უნდა ერთად შეთანხმდნენ როგორ და რა კანონს მიიღებს იმის გამო, რომ თქვათ ვერ ახერხებს ის თქვათ წუხრზე დასწრებას. ამის გამო თქვათ რა კანონს შეასრულებს, ესეც ინდივიდუალურია რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა მოვიდეს და უნდა ეზიაროს თავის შვილებთან ერთად, იმიტომ რომ დედები ესე აღარ ეზიარებიან, მე რჩებიან ზიარების გარეშე, შვილები ჩდებიან, მე ამ შვილებს კითხვა უჩნდებათ, კაცო, მე თუ ეზიარები, შენ რატო არ ეზიარები და მოკლედ ასეთ გაუგებრობებთან გვაქვს ხოლმე საქმე და ჩვენ კი შეიძლება გადავუხვიეთ ახლა ცოტა თემას, ლოცვის თემას, მაგრამ ვფიქრობ, რომ შორს არ წავსულვართ, იმიტომ რომ ესეც ლოცვის შემადგენელი ნაწილია. ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ ჩვენ, აი სულიერი საკითხებს გულისხმობ, ვაკეთებთ იმიტომ, რომ ღმერთთან ერთობა გვინდა. გვინდა რომ ღმერთთან დიალოგი გქონდეს, ღმერთთან ეს კავშირი ჩვენი არ გვინდა რომ გაწყდეს. შესაბამისად ლოცვაც ამისთვის არის, ზიარება ამისი კულმინაციაა სწორედ. აქედან გამომდინარე, როგორ შეიძლება რომ არ ვემზადებოდე მე ჩემი ლოცვითი განწყობით, ჩემი თქვათ რაღაცა მოღვაწეობით იმისთვის რომ ღმერთთან შეერთება ჩემი იყოს რაღაცა ღირსეული იმით კი არა რომ მე ღირსი ვარ უკვე ამისი და ამიტომ მივედი, არამედ იმ შესაბამისობაში თქვათ რაც ჩემს ძალებშია რომ აქედან გამომდინარე ღირსი ვიყო ამ ყველაფრის. მამა კახაბერი, ესეთი შეკითხვაც მინდა დაგისვათ. აი, სწორი და არასწორი ლოცვა, შეგვიძლია ესეთი განსაზღვრება ვთქვათ ლოცვის შემთხვევაში, აი სიტყვაზე
არავიღე ლოცვების წიგნი არ ლოცულობ აქედან და ჩემი სიტყვებით გულწრფელად რაც მაწუხებს თუ ჩემი შვილებისთვის თუ ჩემი ახლობლებისთვის გულმხურვალე და ჩემი სიტყვებით ლოცულობ. აი ამ შემთხვევაში როგორ არის? რამდენად შესაძლებელია ეს და ვინ დაგვიდგინა ვთქვათ სწორი და არასწორი ლოცვა? მე მოგახსენებთ ამის შესახებ. შეიძლება რა თქმა უნდა ადამიანმა რომ ილოცოს თავისი სიტყვებით და თავის სათხოვარით ხოვოს ღმერთს, მაგრამ ძალიან საფრთხილო საქმე არის ეს, იმიტომ რომ ხშირად ადამიანმა არ იცის რა უნდა ითხოვოს, სწორად რა ითხოვოს. მე აღარ მოვყვები ახლა ბევრი ისტორიას, მაგრამ ერთ-ერთს კი გავიხსენებ, რომ ძალიან ძველი ხატი გვაქვს ტაძარში, საკურთხეველში არის და რაღაც რესტავრირება გადავწყვიტეთ მისი და ეს არის ჩარჩოში ჩასმული ხატი. და როდესაც ჩარჩო შემოხსენით, მას პერანგი აქვს, უпростоრად ჩარჩო კი არა, პერანგი აქვს, ლითონის პერანგი შემოხსენით, შიგნით აღმოჩნდა ჩარდებული ფურცელი და გავშალე ძალიან ძველი, ძალიან, აი არ ვიცი მართლაც, ეს ხატი თვითონ 2 საუკუნის არის და ის როდის ჩაიწერა შიგნით და როდის ჩადეს ვერ მოგახსენებთ. და შიგნით ეწერა ლოცვა, რომელი ლოცვაც პირდაპირ გეტყვით რომ კრეხელობაა. აი ისეთ რამეს ითხოვდა ადამიანი, რომ კრეხელობა არის ეს. არაფრით არ შეიძლება ასეთი რამე ითხოვოს ადამიანი. ამიტომაც ეს არის ძალიან საფრთხილო საკითხი, რომ ადამიანმა მხოლოდ თავის სიტყვებით იტყოს, ამით მარტივ გამოსავალს ვთავაზობ. სინამდვილეში ღმერთი ხო გულთამხილველია. მე მაქვს რაღაცა სათხოვარი, თუნდაც ჯანმრთელობა, თუნდაც ვიღაცის ბედნიერება, თუნდაც ვიღაც განსაცდელშია, თუნდაც რაღაც მე პირადად რაღაც აი შემემთხვა და აქედან გამომდინარე მაქვს რაიმე განსაცდელი. ღმერთი ხომ ამას ხედავს. ღმერთი ხედავს ამ ჩემს გასაჭირს, რომ რაღაცის სათხოვნელად მივდივარ, მაგრამ არ ვიცი სიტყვებს როგორ მოუყარო თავი, რომ არ გამომივიდეს რაიმე არასწორი. ამისთვის მარტივ გამოსავალს გთავაზობთ, რომ გადაშალეთ ფსალმუნები და ფსალმუნი წაიკითხეთ. ღმერთი იმ თქვენ სათხოვარს ხედავს და ფსალმუნებს შეიწირავს როგორც ამ ლოცვას. ან გადაშალეთ და სახარება წაიკითხეთ. ხედავს თქვენ სათხოვარს, მაგრამ შეიწირავს ამ სახარებას როგორც წაკითხულს მოსმენელს მის სიტყვას. და ჩვენ სიტყვებს რაც შეეხება, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ამასთან მიმართებაში, იმიტომ რომ ეს ჩვენი ლოცვა არ გადაიქცეს რაღაცა უკანონობის მოთხოვნად. იმიტომ რომ იმ ლოცვაში ადამიანი, რომელსაც მე მოგახსენეთ წეგან, ვიღაცის დასჯას ითხოვდა. ამიტომაც ვიღაცის დასჯა არ არის ჩვენი სწორი, როგორ ბოროტებასაც არ უნდა ჩადიოდეს ადამიანი, ჩვენ ვინმეს დასჯა ვითხოვოთ, ეს არის უკვე არასწორი მოქმედება და ესე იგი ლოცვის არს რომ სცდება. ლოცვის არსი არის ის, რომ ჩვენ კავშირი გქონდეს ღმერთთან და არა ის, რომ ეკლესიას არის სავადმყოფო მოკლედ შეიძლება ესე ითქვას და არა სასამართლო. სადაც ჩვენ განვსჯით და ვიტყვით რომ ახლა ის დასაჯე ღმერთო, ის ესექენი, არა, აქ ჩვენ სული სამკურნალოდ ვართ მოსული და ძალიან ცდებიან ადამიანები თუ იმისთვის მოდიან ეკლესიაში რომ წმინდანები ნახონ. არა. აი თქვენ ახსენეთ ახლა რომ დასჯას ითხოვდაო და ლოცვებში ხშირად ხვდებით ხოლმე რომ აი მტრისთვისაც ლოცულობთ. დიახ. აი ეს რამდენად შესაძლებელია ამის მიღწევა ადამიანისთვის თუ ჩვენ საუბრობთ რომ გულწრფელად უნდა ვილოცოთ, რომ მტრისთვის გულწრფელად ჩვეულებრივად მოკვდავმა ადამიანმა ილოცოს. აი რთულია. რთულია, მაგრამ შესაძლებელია და ჩვენ მოგვიწოდებს პირდაპირ ამის შესახებ მაცხოვარი სახარებაში გვეუბნებით, რომ გიყვარდეს, განამარტო მოყვას იმ მტერი რომ გიყვარდეს ამის შესახებ გესაუბრება. და ეს არ არის რაღაცა თქვათ ხელისერთი აქნევით გადასადგმელი ნაბიჯი რომ მაგას რა უნდა, ასე ვერ იტყვის ადამიანი. ამას რაღაცა გარკვეული ეტაპები სჭირდება, სიყვარული ისწავლება და მინდა გითხრათ რომ შეიძლება ისწავლოს ადამიანმა ეს და მიაღწიოს ესე იგი მტრის სიყვარულსაც და ეს ერთ-ერთი შემადგენელი ნაბიჯია, როდესაც ადამიანი ლოცვას იწყებს მისთვის. სულ რომ გამოუსწორებელი გეგონოს ის ადამიანი იწყებ მისთვის ლოცვას და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისევე როგორც მიცვალებულთათვის ლოცვას. ეს კითხვაც ხშირად ისმება რომ თუ ჯოჯოხეთში ღმერთმა გადაწყვიტა რომ ჯოჯოხეთში წასულიყო შენს ლოცვას რა აზრი აქვს თუ გადაწყვიტა რომ სამოთხეში წასულიყო მაშინ რაში სჭირდება შენი ლოცვა აი თითქოს გაუგებრობაში აღმოჩნდება ადამიანი და მოდით აი ამ გაუგებრობის განსაფანტად ჩვენ იმ წინა საკითხსაც დაუბრუნდეთ და აქვე ესეც ვთქვათ რომ ღმერთი დროში არ ცხოვრობს ეს უნდა ვიცოდეთ ჩვენ რატო ლოცულობთ ღმერთის წინაშე და ვავედრებთ თქვათ ჩვენს მიცვალებულებს ღმერთი დროში არ ცხოვრობს დროში ჩვენ ცხოვრობთ და ეხლა რომ წარმოიდგინოთ
დროის ეს მონაკვეთი, აი ჩემ ხელებს შორის მანძილს, როგორც ახლა ჩვენ ორივენი კარგად ვხედავთ. და ამ მანძილიდან გარეთ ვდგავართ ჩვენ, ხომ? ესე რომ წარმოვიდგინოთ ღმერთი, აი დროის მონაკვეთი, დასაბამი დასასრული. ღმერთი გარეთ დგას და ხედავს დასაწყისს და დასასრულს. მე რომ მიცვალებულებზე ვლოცულობ, ახლა რომ გარდაცვლილი, ახლა კი არ ვლოცულობ. ის რომ ცოცხალი იყო, მაშინ რომ რაიმე ცუდი არ ჩაიდინოს, ანუ ღმერთი ხო ამას ხედავს და ლოცულობ, შეიძლება 100 წლის უკან გარდაცვლილ კაცზე ვლოცულობდე, მაგრამ ღმერთისთვის ის ცოცხალია და აქ უყურებს ამ ადამიანს. და აქედან გამომდინარე, აქ შეიძლება მისცეს ის შეწევნა, რომელიც ჩემი ლოცვით მას ჭირდებოდა. და კიდევ ერთი რამ არის, რომ დადასტურებაა ჩემი ლოცვა. რაღაცნაირად ვისთვისაც ვლოცულობ, ვადასტურებ, რომ მიყვარს ეს ადამიანი და ამიტომაც ვლოცულობ. მტერზე სიყვარულზე ლოცვას, როდესაც ვიწყებ, მტერზე სიყვარულზე მოგახსენებდით, ლოცვას, როდესაც ვიწყებ, პირველი ნაბიჯია მისი სიყვარულისკენ, რაც მცნებათა მაქვს პირდაპირ მოცემული, იმიტომ რომ მაცხოვარი, რასაც გვეუბნება, ის ყველაფერი მცნებაა. ადამიანებს გონიათ, რომ მცნება მხოლოდ 10-ია და მეტი არაფერი. რასაც მაცხოვარი გვეუბნება, ნეტარ იყვნენ გლახაკნის სულით და მცნებაა. და რომ რაღაცას ამბობს, რომ აი ესე უნდა გაკეთდეს და ესე არ უნდა, ის მცნება, მოცემულობა, რომელსაც მაცხოვარი გვეუბნება და იმაზე უკეთეს ადამიანი ვერაფრით ვერ მოიფიქრებს. და აქედან გამომდინარე, რადგანაც მცნებაა და მოცემულობა, გადავდგი პირველი ნაბიჯი, რომ თქვა დავიწყე ლოცვა. აი აქედან უკვე მე ღმერთიც დამეხმარება, რომ შემიყვარდეს ის, ვინც მძულდა. რატომ იხსენიებ ადამიანს, რომელიც უდად იქცევ, ეგ ხომ ბოროტია. სწორედ ამიტომ სჭირდება ლოცვა. სწორედ ამიტომ არის ეს ჩემი სიყვარულის გამოხატულება, რომ ჩემი ლოცვით მე ვადასტურებ, რომ ამ ადამიანს ეხლა რომ უჭირს, მე ამის გამო გული მტკივა. ადამიანს, რომელსაც თქვა გარდაიცვალა, ვლოცულობ, იმიტომ რომ გული მტკივა რაიმე რომ არ შეემთხვას მას, თქვა რაღაც გამოუსწორებელი. აი ეს დასტური გახლავთ სწორედ ლოცვა ცოცხალთათვის და გარდაცვლილთათვის. მაგრამ ლოცვა პირადი, რომელსაც მოგახსენეთ, აი პირადი კონტაქტი, ის კიდევ სხვა ლოცვა. ამიტომაც ერთმანეთისგან უნდა ვასხოვებდეთ ჩვენ ამას ყველაფერს. აი ლიტურგიაში არის მომენტი, როდესაც არავის არ იხსენიებ, უბრალოდ დგახარ და უნდა შეუერთდე ზეციურ გალობას. ეს კიდე სხვა მდგომარეობაა ლოცვისა. ამიტომაც ამას ყველაფერს ეს გადაცემა ნამდვილად არ ეყოფა და შეიძლება ცალ-ცალკე რაღაცა დასჭირდეს ახსნა და განმარტება, მაგრამ ორიოდე სიტყვით არ ვიცი გასაგებად თუ გადმოგეცით, სასურველია რომ ეს იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა და ჩემთვისაც შეხსენებაა, რა თქმა უნდა, ყველაფერსაც რომ ჩვენი გადაცემა არ ეყოფა ამ ყველაფერს, ეხა ყურშიც მეუბნები რომ ჩვენი დრო ამოიწურა და სამწუხაროდ კითხვები იმდენად ბევრი შეკითხვა დამჩა თქვათ აი იმასთან დაკავშირებითაც რომ ღმერთმა რომელი ლოცვა დაგვიწესა და იქნება ეს დანარჩენი ლოცვები ადამიანის გამოგონილია იქნება აი ბევრი შეკითხვა არსებობს კიდევ და მოდით ჩვენ კიდევ ერთი გადაცემა დავუთმოთ სამომავლოდ და ჩავშალოთ თუნდაც საუფლო ლოცვა მამაო ჩვენო კი აუცილებლად და თქვათ ჩავშალოთ ის საკითხები რაც ადამიანებს აწუხებთ, აინტერესებთ, იმიტომ რომ მართლაც ეს ძალიან დიდი თემაა, რასაც ჩვენი ერთი გადაცემა სამწუხაროდ არ ყოფნის. კი ბატონო, ასე გავაკეთოთ. ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო გადაცემისთვის, ნუგეშისთვის, ასე ვთქვათ, პირად ნუგეშათაც მომხვდა თქვენი სიტყვები დღევანდელ გადაცემაში და მადლობა ღმერთს. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. თვალი გვადევნეთ აუცილებლად სოციალურ სივრცეში, გამოვყავით Facebook-ზე და TikTok-ზე, მოგწერეთ თქვენი საინტერესო შეკითხვები, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავაჟღერებთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. მომავალ ოთხშაბათამდე გემშვიდობებით.